წამებში თუ არ გვიპასუხა ჩვენმა ახლობელმა როგორც იმ წუთავს შფოთავთ რომ როგორ ჩვენ ხო ვიცით რომ კიბორგები ვით სულ ხელში გვაქვს ეს დანადგარი ჩვენი გაგრძელებაა უკვე სხეულის და აი ამ აჩქარებულმა ტემპმა მუდმივად ადამიანი არის დაღლილობის სინდრომით. მას აღარ აქვს მედიტაცია, იმიტომ არის აი რომ შემოვიდა აღმოსავლური პრაქტიკები, რომ აღმოსავლელები, სხვათა შორის ფსიქოლოგები ძალიან საყვედურობდნენ DSM-ს და დაავადებათა კლასიფიკაციას იმაში, რომ სხეულსო ნაკლებად ითვალისწინებთო. და ეს მედიტაციური პრაქტიკები, სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები ახლა ძალიან შემოვიდა ფსიქოთერაპიულ სისტემაში, უფრო მეტი ყურადღება მივაქციეთ ამას უკვე, ხო? მართლაც. და რატო არის ეს მედიტაცია რო გავიძახით, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენ აღარა გვაქვს ფიქრის დრო ხშირად და ის რაც განვიცადეთ დღის განმავლობაში, გავიგონეთ დღის განმავლობაში, მისი გადამუშავების დრო არა გვაქვს და დახეტიალობს ეს მიღებული ნედლეული შთაბეჭდილებები ჩვენში, ხან კივილის სახით ეხეთქება ჩვენს შინაგან სამყაროს და ვერ ახერხებს ის გადაიქცეს რაიმე სააზროვნო ფორმად. და შემდეგ ეს უკვე გვიპირისპირდება როგორც შფოთვა და არ იქა შფოთვითი აშლილობა. ყველას მერე ვითომ შფოთვითი აშლილობა აქვს. სინამდვილეში ეს არის, რომ ფიქრისთვის დრო ვერ მოვნახეთ და ფიქრის დრო თუ დიდხანს ვერ მოვნახეთ, მერე უკვე ჩვევაც აღარა გვაქვს.